მოგესალმებით ძვირფასო მოყურებლებო. ეს არის ჩვენი ახალი გადაცემა ხაპარიტო რეალობა, სადაც დღეს ერთ-ერთი ცნობილი ზღაპრის გმირის ნაცარქექიას ამბავს განვიხილავთ. მოგესალმებით ძვირფასო მოყურებლებო. თქვენთვის ალბათ არის ეს ხაპარი უცხო და სიამოვნებით გაიგებთ ყველა დეტალს. ნაცარქექიას ახლანდელი თუ წარსული ცხოვრების შესახებ. რა გადახდა თავს, რატომ გამოვაგდეთ სახლიდან? მართლაც დაიმსახურა თუ არა ასეთი მოპყრობა? ამის გასაგებად დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ფსიქოლოგი პროფესორი ანასტასია ბერიძე, რომელიც ზღაპრის პერსონაჟების ქცევებს იკვლევს და ექსპერტი ბარბარე მელაძე. მოგვიანებით კი შევძლებთ პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ნაცარქექიას. გამარჯობა. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ნაცარქექია ჩვენი ზღაპრული კულტურის ერთ-ერთი უნიკალური პერსონაჟია. ზოგ ვერსიაში ამბობენ, რომ ნაცარქექია ოჯახმა გამოვიდა გარეთ, რადგან ის სადღაც იყო. ზოგ ვერსიაში კი ამბობენ, რომ საზოგადოება მას ვერ გაუგო. ხშირად ხდება, რომ საზოგადოება ადამიანს ვერ უგებს. ამის შედეგი კი ადამიანის გარიხვაა. მხრივ შეიძლება ნაცარქექია მართლაც ზარმაცი ჩანდა. მეორე მხრივ მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, თავისი ჭკუით გადაეჭრა პრობლემები. ახლა საინტერესოა რა მოხდა მას შემდეგ, რაც სახლიდან გაუშვეს. ზღაპარში ვხედავთ, რომ ნაცარქექია თავისუფლებას იღებს და ამ დროს იწყება მისი დიდი თავგადასავალი. მან დევი დაამარცხა, რითაც დაამტკიცა, რომ ჭკუა მოხერხებულობა უფრო ძლიერია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ძალიან საინტერესო დებატები. აშკარა, რომ ნაცარქექია ერთდროულად ზარმაცი და გონიერია. ეს ამბავი გვასწავლის. არსებობს ისეთი ადამიანები, რომელთაც წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლიათ. ახლა კი გადავერთებით ჩემს პროდუქტთან, რომელიც გვიამბობს, როგორ დაამარცხა ნაცარქექიამ დევი, როგორია ნაცარქექიას ახლანდელი ცხოვრება და რატომ გამოვაგდეს სახლიდან. ნუ გადაცოთ, ჩვენს უმალე დაგიბრუნებით. ეთერში გვერდდება ჩვენი კორესპონდენტი ქეთა გიორგაძე მთიდან, სადაც ნაცარქექია ცხოვრობს. ქეთა, თუ გესმის ჩვენი და რას გვეტყოდით ნაცარქექიას ადგილსამყოფელიდან? თუ შეძენით ვინმესთან გასაუბრებად და რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი? მოგესალმებით. ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთი მთიანი რეგიონის პატარა ლამას სოფელში, სადაც ნაცარქექია დამკვიდრა, მას შემდეგ რაც დევი დაამარცხა და სიმდიდრეს დაეპატრონა. ათაურები ხვდებიან, რომ ის კარგად ცხოვრობს, რაც დევი დაამარცხა. ახლა კი სანამ დრო გვაქვს, გავესაუბროთ ათაურ მკვიდრს და გავიგოთ მისი ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ. ახლა ჩვენ გვიახლოვდება ახქაური მკვიდრი. მოგესალმებით ბატონო კახი, მართალია რომ ნაცარქექია აქ ცხოვრობს? მართალია, დიდი ხანია აქ არის. პირველად რომ გამოვიდა, ვიფიქრეთ, ქალაქიდან გამოქცეული ვინმე იქნება, მაგრამ მე ვიხდით, რომ ეს ის ნაცარქექია იყო. დასაკეთებს ის რა საქმიანო? აგერ ერთი პატარა სახლი აიშენა. თან იცი როგორ? თვითონ თითიც კი არ გაუძლევია. ჯერ მეზობლებს შეხვდა და მერე სოფლის უხუცესებს შეუთავდა. ბიჭის დამეხმარება და ვერცის ქონდა გეხმარება და ის დავსვე ახალი სახლი აუშვა. ანუ ისეთი მოხერხებულია როგორც სოფელში? აბა არა, ის ჩვენ სოფელში ყველაზე ჭკვიანი კაცია. ყველა ჭკვას ეკითხება. ასეთი ამბები ახლა ჩვენ სოფელში. შეგიძლიათ თავად ნახოთ ნაცარქექია და თვითონ გაგისაუბროთ. კარგი, ახლა დაგემშვიდობები. მადლობა ინფორმაციისთვის. ვუახლოვდებით ახლა ნაცარქექიას სახლს და შეგიძლიათ თავად გავესაუბროთ. გამარჯობა ნაცარქექია, მადლობა თვითონ ჩვენთან ვისაუბროთ დრო გამონახეთ. ჩვენს მაყურებლებს საინტერესებს თუ როგორ ხართ დღეს და რას აკეთებთ იმას შემდეგ, რაც დევი დაამარცხეთ. გაგიმარჯობთ, კეთილო ხართ. დიდ მადლობას გიხდით დრო მომაწვით. რაც დევი დაამარცხა, ვფიქრობ ჩემს გამსა და ჩემს ოჯახს. ახლა როცა დევი აღარ გაწუხებთ, რას აკეთებთ ყოველდღურად, რითი გაკავთ დრო? რაც დევი დაამარცხე. აგერ, ისეთი სახლი ავიშენე, რომ ვერავინ იფიქრებდა. ზივარ სახლში ჩემთვის, უყვევი ჩემს შვილებს, ჩემს თავგადასავლებს და ვუზიარებ ახალგაზრდებს ჩემს გამოცდილებას. მარტო ძალა არ კმარა, ცოტა ყუას უნდა გაანძრიო. აბა ისე დევს როგორ დაამარცხე? ჩვენს მაყურებლებს თქვენთან რამდენიმე კითხვა აქვს. როგორი შეგრძნება იყო, როცა პირველად დევი დაამარცხე? როგორ ფიქრობთ, დღესაც არსებობს ასეთი გამოწვევები? კიდევ ჩაერთებოდით ასეთი სათავგადასავლო ბრძოლაში? პირველად როცა მივხვდი, რომ დევს დავამარცხებდი, სიამაყესთან ერთად შიშიც ვიბიძები. მაგრამ ეს შიში შემდეგ სტიმული გახდა, რომ უფრო გამბედავი ყოფილიყავი. შემდეგ ნანატრის გამარჯვებას მოვიდა. თუ კი შესაძლებლობა მექნებოდა, კიდევ მივიღებდი მონაწილეობას. დიდი მადლობა ნაცარქექია ასეთი გულწრფელი პასუხებისთვის. თქვენ მასაც უნიკალური ხართ. ამიტომაც უყვართ ყველას.
არ შეიძლება არ დაგეთანხმე, ავარა. რა ხვამდის? კარგად ბრძანდებოდეთ. ასეთი იყო ჩვენი ინტერვიუ ნაცარქექიას შესახებ. მე კი ვეცდები დროთან განმავლობაში მოგაწოდოთ ინფორმაცია მისი ცხოვრების შესახებ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მადლობა ქეთა საინტერესო ჩართვისთვის. ძვირფასო მაყურებლებო, ასე დასრულდა ჩვენი გადაცემა ნაცარქექიასთან და იმახსოვრეთ ჭკუას სიკეთე გამბედაობა ყოველთვის აჯობებს ბოროტებას.